ბატონი რაკლი, საპარლამენტო არჩევნები გვიახლოვდება და მინდა რომ ამ თემას შევეხო. ჩვენს რეგიონში ვიცით მხოლოდ თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლების, მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა. თუ იქნება მაგალითად გორში შიოშვილის კონკურენტი ირაკლი ოქრუაშვილი, ანუ გადაწყვიტეთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. შიოშვილის კონკურენტი რატომ უნდა იყოს? არა, უბრალოდ ეს არის ცნობილი შიოშვილის კანდიდატურა მხოლოდ ჯერჯერობით ცნობილი და ამიტომ გეუბნებით. ჯერ ერთი საკმაოდ კურიოზული სიტუაცია შექმნილი პარლამენტში, არ არის გადაწყვეტილი საარჩევნო სისტემა, როგორი საარჩევნო სისტემით ჩატარდება არჩევნები. მე რამდენად ვთვლი, შიოშვილის პარტიამ ხარს უჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. და შესაბამისად ის ადაპირებს კენჭისას მაგას ვერ ხვდები. თან დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ შეიძლება რაღაც ცვლილებები მოხდეს უკვე არსებულ საარჩევნო სისტემაში. ეს ერთი. სანამ ეს საკითხი არ გაირკვევა, ბუნებრივია ადრე ამაზე საუბარი და მეორე მე ამ თემაზე არაერთხელ მithkams. ჯერ ამაზე გაწყვეტილება არ მივიღია, არ ვჩქარობ პირველ რიგში და მაქვს უამრავი ვარიანტი თუ ამ საკითხის თუ ამ გადაწყვეტილებისკენ გადავიხრები. ასე რომ ჯერ დრო წინ არის და ახლობით ერთ თვეში, ორ თვეში ამაზე ვიმსჯელებთ. შიოშვილის კონკურენტი ნამდვილად არ ვიქნები. ჩემ თავზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ოროსნების კონკურენტი არ ყოფილა. მანაც თქვა რომ თქვენც არ გარგიხილავთ ის კონკურენტად.